იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მესამე. მივიღე შენი წერილი, გუშინ წავიკითხე იგი. შენი საქმე აკეთე, როგორც შეგიძლია, ღვთის გულისათვის და არა გამორჩენისათვის და ხორციელადაც შეგიმსუბუქდება მდგომარეობა. გულით ავადმყოფები შეიძლება მალე გარდაიცვალონ, შეიძლება 40 წელი ციცოცხლონ, მაგრამ სიკვდილისათვის ყველა და ყოველთვის მზად უნდა იყოს. სავსებით ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ იტყვის დანამდვილებით, რომ საღამომდე იცოცხლებს. გაიხსენე ყველა შენი ცოდვა და შეინანე. უფრო მდაბალი იყავი და გახსოვდეს სიტყვა უფლისა. ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. მადლი ცოდვათა მიტევებისა და სულისხონებისა. წუხარებები და სნეულებები გონიერი ავაზაკის დარად მიიღე. სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი მომეგების. მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. სამსახურში ცოტა უფრო მდაბალი იყავი. ყველაფერი ღვთის გულისათვის აკეთე და მაშინ მშვიდად იქნები. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა, დაჰპოვოთ განსვენება ის სულთა თქვენთაი. აი სიმშვიდის მოპოვების საშუალება, რომელიც მაცხოვარმა თვით ღმერთმა მიგვითითა. შენ კი სად ეძებ? შფოთში დამნაშავე ადამიანები კი არ არის, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი უძლურება. ხოდა საკუთარ თავს ვაბრალოთ. ხოლო თუ ტრტვინვას დავიწყებთ, ან რაიმე სხვა უხეიროს ჩავიდენთ, თავს ვაყვედროთ და შევინანოთ და უფალი მოულეს ჩვენ სულს მშვიდობას. და უფალმა განსწავლოს, დაგიფაროს ყოველი ბოროტისაგან და გაკურთხოს ყოველგვარ სიკეთეში. 1951 წელი.